Intros მუსიკა. What up? It's back. გამარჯობა ხალხო, როგორ ბრძანდებით? დაგიბრუნდით მომდევნო ვიდეოთი და მომდევნო თავგადასავლით. აქამდე თავგადასავალი გქონდა? ნუ ვლოგები ყველა თავგადასავალია რა, ჩემო კარგებო. რა ხდება ეხლა? ვიდეოები დიდი ხანი იმიტომ არ დადებულა, რომ ახლა წესით უკვე დოჰაში ვარ, კატარში. კი, უკვე იქა ვარ წესით. ხო. და მე უყურებთ ამ ვიდეოს კი, იმიტომ რომ მანამდე დააძრიაკ გადაღებას, ხო? მაგრამ მანამდე მაინც ვიღებ, რომ გაგარკვევთ სიტუაციაში. მოკლედ, ძალიან მივედმოვედე, დავიწყოთ ეხლა რა ხდება. დღეს ჩემო კარგო და შოკოლადო ხალხო, არის 15 მაისი, 18-ში, ანუ 17-ში ღამე როგორ დაიწყება 12 საათზე, ვიქნები აეროპორტში, რომ მე 3 საათზე გავფრინდე დოჰაში. ჩემი პირველი მგზავრობა იქნება თვითმფრინავით და ნუ ეხლა რო არ გადამიღო ეგ არ შეიძლება თან მაგარი ვლოგები იქნება დოჰაში იმედია კაი რაღაცებს ნახავ და უბრალოდ სახში არ ვიждები იმიტომ რომ ძალიან ცხელა იქ. ხო, ნუ საღამოს მაინც გავალ. ბევრი აქტივიტი მექნება წესით. დასვენებისნაირად რაღაცა გამომდის, ალბათ. შეიძლება იქიდანაც მომიწევს მუშაობა ეგ არ ვიცი. მაგრამ ზუსტად დასვენება. რო გითხრათ რომ ნერვიულობ კი, ცოტას ნერვიულობ, იმიტომ რომ თვითმფრინავით არ ვიმგზავრია. ნუ თავისებური რაღაცა მის პონტი გაქვს რა, ანუ მოლოდინია რაღაცნაირი. ნეტა როგორია, ნეტა რა შეგრძნება იქნება და ასე შემდეგ. ახლა ბარგს განახებთ. აგი არის ჩემი ბარგი. შიგნით რადევს მაგას არ განახებთ, ლოგინი არ შეიმჩნიოთ ახლა ხან საუდექი და ავალაგებ მე ხო? აგი არის ბარგი, ერთი არის ხელით სათრები და მეორე არის ზურგით სათრები. ხო და ასე. ხო, სხვა შორის დღევანდელი ვლოგის ნაწილობრივი სპონსორი, ნუ პრინციპში სპონსორი რა ნაწილობრივი მაგის კამერით ვიღებ. არის ჩვენი ერთგული და ერთ-ერთი საუკეთესო მაღაზია ტელეფონებში Elite Mobi. ლინკი აღწერაში იქნება, შეგიძლიათ გადავლოთ მათ პროდუქციას თვალი. მადლობა Elite Mobis რომ გვათხოვა Galaxy S21, რითიც ახლა ვიღებ ამ ვიდეოს. ხო მაგარი ხარისხია, კი, ძალიან მაგარი ხარისხია. მე თან ძალიან selfies კამერა, მე ნახეთ თავარი კამერით რო გადავიღებ როგორი იქნება. ხო და ასე Elite Mobi გვათხოვა Galaxy S21, რითიც გადავიღებ ხარისხიან ვიდეოებს. აბა ეხლა უცხოეთში ჩავდივარ ვლოგი როგორ გინდა სხვანაირად. ჩემ აპარატურას იქ წესით წავიღებ ნაწილს, ნუ იქიდანაც დავაედიტო ვიდეოები, იმედია გამიქაჩავს. ხო, ნუ მოკლედ გაფრენამდე დარჩენილი მაქვს 2 დღე, 2 სრული დღე. 3 კვირით დავტოვებ საქართველოს, დიახ, 10 ივნისს ჩამოვდივარ. მანამდე იმედია არ მოიწყენთ ხა ძალიან რა. შეგადაში გაპდეიტებ დავპოსტავ ესე ვიდეოების სახით. ახლა უნდა გავაგრძელო მუშაობა ჩემო კარგებო. ჩემთვის ეს იქნება 2 დღე, თქვენთვის იქნება მომენტალურად, მოკლედ 2 წამში იხილავთ უკვე გაფრენის დღეს. აბა, ჰე. და ასე 2 წამში დადგა 18 მაისი. ძალიან მაგარი ამბავით გავიღვიძეთ. ანუ კატარში რო შეხვიდე გჭირდება დასტური თვითონ მთავრობისგან, ჯანდაცვის სამინისტროსგან, იქაურისგან, დოკუმენტებს ტვირთავ წინასწარ და ან მოგდის უარი, ან მოგდის თანხმობა შესვლაზე. ჩვენ რა თქმა უნდა, approved. თანხმობა გვიდა, თანხმობა. ეს არის ძალიან მაგარი ამბავი, იმიტომ რომ ეს რო არ მოსულიყო, ბილეთი ტყუილა ვიყიდეთ ესე იგი. ახლა რაღაცეები ამოსაბეჭდი მაქვს, გავალ, კიდე რაღაცებს ვიყიდი და ღამე 12 საათზე უკვე აეროპორტში ვიქნები, ალბათ იქ გნახავთ. დღეს ცოტა სარბენი მაქვს, ანუ რა რაღაცებზე კიდე. ყველაფერს არ განახებთ, ვერც მოვიცილ მაგის გასაკეთებლად, ასე რომ აეროპორტში შეგხვდებით. ეს ვოლტის კურიერი გათქმული ადოლფა გაიწიე. მოვედი აეროპორტში, უნდა გამგზავრო მალე. ცოტა მოვენატრები სასტავს და არა ვაფშე არ წადი. გემგზავრებით. მე ესენი რა, მე გამგზავრები მარტო. მე მშვიდობება სასტავით გნახავთ იქ რა ქვია, თვითმფრინავში ალბათ ხო თუ გადაღება იყო საშუალება თუ იყო გადაღების. ზღაპოს ჩანთა ემძიმება, წარმოიდგინეთ ხო მოკლედ შევალ, გავივლი ჩეკინს, მერე ჩავალ და თუ თავი მქონდა გადავიღებ, იმიტომ რომ ღამის ფრენაა და 3 საათი იქნება და ძალიან დავიკლები. მოკლედ ასული ვარ გეიტზე მაღლა. ვლოდები გაფრენას. 2 საათში მექნება ფრენა. ცოტა ადრე მოვედი, მაგრამ თავი დავიძღვე მეთქი რამე რომ დამაკლდეს, მქონდეს წინ თავისუფალი დრო. ყველაფერი რიგზე, ყველაფერი კარგადაა და ველოდებით. ძალიან უცნაურია იმენა პირველად ვარ ასეთ თემაში და პირველი მგზავრობაა ჩემთვის. ყველაფერი ჯეჯურებით კარგად მინდის. ღამეა თან მეძინება და მაგრამ მეძინება იმენა უძილო ვარ. მაგრამ არა უშავს გავკაჩო. დარჩა საათნახევარი სადღაც დოჰას რეისზე ჩავჯდებით და გემგზავრებით.
მე ხა იმის მუღამი მაქვს რა, თვითმფრინავის აფრენა და ფრენის. ჰაერში არაფერი საინტერესო არ იქნება, მაქსიმუმ ტურბულენტობა. ზედმეტად ფიქრობ ბექა. დოჰაში ჩავდივარ დედაჩემთან, იქ ცხოვრობს, დიახ. რამოდენიმე წელი არ მინახავს და მთავარი მიზეზი ეგ არის რა. მოკლედ არაფერი საინტერესო ხარ ხდება. მოლოდინის რეჟიმში ვართ, ველოდებით. მაგრამ ჩავჯდებით. აბადროებით. ჰამადას აეროპორტის განთქმული დათვიო. ჩამოვედით, ასტორებს. მაგრაც ხელა იმნა აქ. ახლა ავიღებ ჩემს ბარგს და გავეშვირები ჩემებისკენ. რამდენად გადაგვები მაგას არ ვიცი, მაგრამ ნახოთ. მოკლედ, მეგობრებო. ძალიან მეძინება უბრალოდ. ეხლა უნდა მივიდეთ სახლში, ცოტა დავისვენო. აქ დავამთავრებ? არ ვიცი, ნახოთ, შეიძლება აქ დავამთავრო. შეიძლება გავაგრძელო მეორე დღიდან და მერე დავდოთ ეს ვიდეო. მოკლედ, დავბინავდი, როგორც იქნა სასტავ, ჯერ კიდევ ვერ გამომფხიზლდი, იმიტომ რომ საერთოდ არ მიძინია. ახლა უნდა დავიძინო და საღამოს გავალთ რაღაც აქტივიტეტებზე სავარაუდოდ. იმედია, ის კადრები რაც ნახეთ მოგეწონათ, ჩემი რეაქცია, რა ვერ დავაფიქსირებ ფიზიკურად, იმიტომ რომ შოკში ვიყავ. შემოვედი თუ არა რაღაც უცხო ქვეყანაში ხარ, ყოველთვის სხვანაირი მანქანები დადიან, სხვანაირად უვლიან მანქანებს აქ და სხვანაირი მოძრაობაა და იმდენი მაგარი მანქანა ვნახეთ, რომ პატრა მონოკვეთები კი ნახეთ თქვენც. ჯერ კიდევ შოკური მდგომარეობა მაქვს. ვიღაცისთვის შეიძლება ეს დიდ არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ პირველად ვტოვებ მე საქართველოს, პირველად დავტოვე საქართველოს და ასე თუ ისე ემოციური არის ეს ყველაფერი. როდის შევუდგები ამ ვიდეოს მონტაჟს, არ ვიცი, გამომეშტება თუ არა დრო. მაგასაც ვიზამ და შემოგთავაზებთ ამ ვიდეოს. მადლობა რომ გამოყევით ბოლომდე. გამოიწერეთ, დალაიქეთ, დისლაიკი დატოვეთ, დააკომენტარეთ, მე კიდე გნახავთ შემდეგში. როცა გამოვიძინეთ და ცოტა აზზე მოვალ. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას. და peace.